გიხდით, რომ მოვძანით. ჩემთვის ერთი მხრივ ძალიან სასიხარულოა ახალგაზრდებთან შეხვედრა და მეორე მხრივ ძალიან საპასუხისმგებლო. ამიტომ ცოტა ვღელავ კიდეც. თუმცა რა არის ანერვიულო ადამიანები ვართ, უნდა ვისაუბროთ ღმერთზე და სამშობლოზე და ადამიანზე. აბა ჩვენ მე სხვა რაზე უნდა ვისაუბრო ახლა. ქიმიაზე და ფიზიკაზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ და მე როგორც ერთი ქართველი ადამიანი და როგორც ერთი უბრალოდ მორწმუნე, აი ისე ვისაუბრებ. თქვენ შემდგომში თუ შეკითხვები გექნებათ, მე იმის გარანტიასაც ვერავის ვერ მივცემ, რომ ეს ჩემი შეკითხვებით რაღაც ამომწურავი იქნება ან რაღაც. უბრალოდ რადგან თქვენ მთხოვეთ და მომიწვიეთ, მე გავცემ პასუხს მორჩილებით. რადგან მომიწვიეთ ამის გამო, არა იმის გამო, რომ მე ვფიქრობ, რომ ვიღაცას რამე უნდა ვასწავლო. თუმცა რაღაცა გარკვეული პერიოდის წინ ჩვენთან სამრევლო სკოლაში ვფიქრობდით ხოლმე, რომ აკარგი იქნებოდა, რომ ჩვენთან აი ახალგაზრდები მოდიოდნენ და განა იმიტომ, რომ მე ვიღაცას გაკვეთილი ჩაუტარო მეთქი. ბავშვებთან ხო გვაქვს ესე შეხვედრები, გაკვეთილები გვაქვს და აი სტუდენტები მე-11, მე-12 კლასელები რომ მოდიოდნენ და გაკვეთილის ფორმატში კი არა, უბრალოდ დავსხდეთ და ერთად ვისაუბროთ. მე მათ შევეკითხო და მათგან გავიგო რა არის, როგორ არის. თუ მათაც შეკითხვა გაუჩნდებათ, მეც ჩემი აზრი გამოვთქვა, თუ მათთვის საინტერესო იქნება და აი ამ ურთიერთობებში შეიძლება ბევრი კარგი რაღაც აზრი გაჩნდეს მეთქი. აი ესეთი ფიქრი მქონდა. და ღმერთი ხო მოწყალია და მართლაც ნელ-ნელა ხდება ისე, რომ ჩვენთანაც მოდიან ახალგაზრდები, არა მარტო პატარები, არამედ ისეთი ასაკისები მერე რომ აბიტურიენტები ხდებიან და აბარებენ და მადლობა ღმერთს, რომ გვაქვს ეს ურთიერთობები და აი ამ უბრალო გულწრფელ ურთიერთობებში მე ვხედავ იმას, რომ ნელ-ნელა შეიძლება ეს მეგობრობა შედგეს და ამ მეგობრობამ ჩვენს სამშობლოსაც რაღაცა პატარა იგი ნუგეში მისცეს. აბა სხვა რისთვის შევიკრიბეთ, ახლა თუნდაც ჩვენ რისთვის შევიკრიბეთ, თუ რაღაც სასიკეთო არ ველოდებით, რომ აქედან მოხდეს. ახლა რაც შეეხება რომ მკითხეს რა თემაზე ვისაუბროთო, უცბად რაც გამახსენდა იყო ღმერთი სამშობლო ადამიანი. ამაზე ძვირფასი მე არაფერი არ მეგულება და ამიტომაც ესე ვიფიქრე. ღმერთს რაც შეეხება, მოდი ჯერ ადამიანიდან დავიწყოთ. იმიტომ რომ ჯერ თუ ადამიანზე არ ვისაუბრეთ, რასაც ხედავთ, ის თუ ვერ გავიგეთ რა არის, რაზე ვისაუბროთ მაშინ. თქვენ იცით, რომ ადამიანი ღმერთმა შექმნა და დაასახლა 60-ში. და მას მისცა ცნება, რომ აკრძალული ნაყოფი არ მიეღო. არამედ მიეღო სიცოცხლის ხის ნაყოფი. და ეს დღესაც გრძელდება. ის მხოლოდ იქ კი არ მოხდა და მხოლოდ ერთხელ კი არ მოხდა. დღესაც აქვს ადამიანს ხელშესახებად სიცოცხლის ნაყოფი მიიღოს, ანუ ეზიაროს. უფალი ამბობს, რომ ესე იგი მე ვარ პური ცხოვრების, ანუ სიცოცხლის ხე და ვინც მიიღებს ამას, მას თავის თავში სიცოცხლე ექნება. მეორე მხრივ არის აკრძალულიც რაღაც ცოდვა, რომელსაც ადამიანი არ უნდა გაეკაროს. მაგრამ როგორც იქ თავდაპირველად ადამი და ევა ფიქრობდნენ, რომ ესე იგი ღმერთის გვერდისავლით განიღრთობოდნენ, როგორც ეშმაკი ატყუებდა. დღესაც თითქოს ესე ადამიანს უნდა, რომ ესე იგი ღმერთის გვერდისავლით იყოს ბედნიერი. ანუ უნდა, რომ ბედნიერი იყოს, გახარებული იყოს, მაგრამ აი ღმერთი არ უნდა. და ამ სამყაროში კიდევ ღვთისგან შექმნილ სამყაროში ღვთის მიერ ჩადებული წესი და კანონია. ჩვენ იმას უბრალოდ ვერავულით გვერდს. არასწორად უფალი ამბობს, რომ
რაც წერიაო წმინდა წერილში, ერთი სიტყვა არ გადავა ისე, რომ არ შესრულდეს. ჩვენ როგორც არ უნდა მოვინდომოთ, ამას ვერ შევცვლით. შეიძლება აი გარეგნულად შევიქმნათ იმიჯი იმისა, რომ აი ბედნიერები ვართ, გახარებულები ვართ. მაგრამ ძილის წინ ხომ ყველა მიცის, რომ არ არის ბედნიერი, თუ ის არ არის ბედნიერი. და როდის არის ადამიანი ბედნიერი? როდესაც მას სინდისი აქვს დამშვიდებული. შეუძლებელია ადამიანს სინდისი მშვიდად არ ქონდეს და მან ბედნიერება იგრძნოს. აი უბრალოდ მე ხლა ისეთ რაღაცებზე ვლაპარაკობ, რომელიც ჩემთვის მხოლოდ თეორია კი არ არის, აი რაც მეც უშუალოდ რომ შემხებია, იმას ვლაპარაკობ. არ ვლაპარაკობ რაღაც რომ გამიგონია და წამიკითხია. რაც გამიგია და წამიკითხია, ჩემშიც რომ მომხდარა იგი. აი ისეთ რაღაცებზე ვლაპარაკობ და მე ბედნიერი ვერ ვარ თუ სადღაც სინდისი მამხელს რომ აი იქ ის არ უნდა გაგეკეთებინა. ან იქ რაღაცა დააკელი და ბოლომდე არ გააკეთე. აი მაგ დროს ვერ ვარ ბედნიერი. მაგრამ როდესაც ნანოფ იმას რის გამოც სინდისი მამხელს და მაწუხებს, აი მაშინ ბრუნდება ის სიხარულის განცდა. როდესაც ახსარებას ვამბობ. აი მაგალითისთვის ვიტყვი. როდესაც რაღაცა შემემთხვევა, თითქოს აი მკვდარი ვარ. როდესაც ახსარებას ვამბობ, აი როგორც ჩიტს რო გალიდან გაუშვებ და რო გაფრინდება ესე იგი ლაღად, აი ისე უძნობ თავს. სხვათაშორის აი ახლა ძალიან კარგია რომ წმინდა მამა პაისის შესახებ ფილმი არის გადაღებული და ეს გადის ქართულ ტელესივრცეშიც და უამრავ ადამიანს აქვს შეხება ამასთან და მრავალი ადამიანი ამის გამო ეკლესიურ ცხოვრებას იწყებს. და წმინდა მამა პაისი ამბობს რომ აი რომ ახსარებაზე ლაპარაკობს სინანულზე. გარეგნულათაც კი ეტყობაო ადამიანსო, ახსარებამდე და ახსარების შემდეგ მდგომარეობა ისეთია, აი თუ გინდათო სცადეთო, სურათი გადაიღეთო ახსარებამდეო და ახსარების შემდეგო და აი აქაც კი დაინახავთო შედეგს. ოღონდ ეს იმ ახსარებაზეა ლაპარაკი, როდესაც მართლაც გულწრფელად ნანობ. აი მექანიკურ დონეზე როა დაყვანილი ახსარება და მარტო იმიტომ რომ უნდა ვეზიარო და მოდი ახსარება ვთქვა, ამაზე არ არის ლაპარაკი. აი რაღაც რო ტანჯავს, რო გაწუხებს და სინდისის ქენჯნა ნებისმიერ ფიზიკურ ტანჯვაზე რთულია, ასე ამბობენ წმინდა მამები. ეს რო ტანჯავს და ამისგან რო გათავისუფლდები, აი სახეც სხვანაირი გაქვს, გახარებული, მზიანი, მანამდე კი რაღაც უფრო სიკვდილის ელფერს ატარებს ჩვენი გარეგნული მდგომარეობაც. ამიტომაც აი ბედნიერება იქ არის, სადაც ადამიანის სინდისი არის სუფთა და წრფელი. სინდისი სუფთა ვერ იქნება თუ ამა თუ იმ გადაცდომის გამო ჩვენ საკუთარ თავს ვამართლებთ. აი ჩვენ ვცდილობთ რომ ამა თუ იმ გარემოებით, ამა თუ იმ ადამიანის მაგალითის მიბაძვით გავამართლოთ ჩვენი მდგომარეობა, იმიტომ რომ ისიც ესე აკეთებს, იმიტომ რომ დღეს სხვა დროა, იმიტომ რომ დღეს აღიარებულია რომ ეს აღარ არის ცუდი საქციელი რაღაცა. მაგრამ სინდისმა არ იცის ეს თავზე ხელის გადასმა ტყუილად რაღაცის გამო. ის შეუვალია და გამხილებს. და როდესაც ის გამხილებს, შეუძლებელია რომ ბედნიერი იყო და სიხარული გქონდეს. ამიტომ აი მე აი თუ ვინმე მკითხავდა, მეგობრულად ვეტყოდი რომ არ ვეცადოთ რომ საკუთარი თავი მოვატყუოთ. იმიტომ რომ ვერ მოვატყუებ. ცოტა ხნით კი შეიძლება მოვატყუო, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა მიცის რა არის შავი და რა არის თეთრი. ამიტომ ჯობია რომ თქვა რომ მე ეს შემეშალა. აღიარო. სინანული არ ნიშნავს ჩემთვის ყოველ შემთხვევაში არ ნიშნავს სისუსტეს და სირცხვილს. პირიქით, სინანული სიმამაცეს უკავშირდება. სინანული და აღიარება ვაჟკაცობას უკავშირდება და არა სირცხვილს. იმიტომ რომ რისი თქმაც მრცხვენია, ის უკვე მოხდა.
დაუშვათ ადამიანმა რაღაც უზნეობა ჩაიდინა, რაც სამარცხვინო. ის სამარცხვინო ხო უკვე მოხდა. ეხლა აღიარება კი არ არის სირცხვილი. აღიარება უფრო სიმამაცეს მოითხოვს. აი ტყუილი რო თქვა და თავი დაიძვრინო რაღაცისგან. ეგ სისუსტეს მოითხოვს. ეგ სუსტი ადამიანის თვისება. ძლიერი არ იტყვის ტყუილს, იმიტომ რომ რომს დასაჯონ ურჩევნია რომ სიმართლე თქვას. სუსტი ეცდება რაღაცა გასაძრომი იპოვოს, როგორმე გადარჩეს. ძირითადად ჩვენ რის გამო ვამბობთ ტყუილს, რომ არ დაგვსაჯონ, რომ სადღაც შეურაცხყოფილად არ ვიგრძნოთ თავი, ანუ არ დაგვცინონ, თურმე ამას ეს გაუკეთებია, ან კიდე რაღაცას მოველით თითქოს სასიკეთოს და ამიტომ ვიტყუებით. მაგრამ ძლიერი ადამიანი არ იტყუება. აი როგორც ნეტარება ამბობს, ნეტარიყვნენ რომელთა შიოდეს და წყუროდეს სიმართლისათვის, რამე თუ იგინი განსხვენ. ანუ სიმართლე ისე გიყვარდეს, როგორც აი იმ შიერ წყურვას რო საკვები და სასმელი უყვარს, აი ესე ეძებდე. ხო, ოღონდ რომელი სიმართლე? ის კი არა რომ ვიღაცას ცოდვაში ამჩნიო და თქვა რომ ამან ესე გააკეთა, აჰა, ხო სიმართლეს ვამბობ. ჯერ საკუთარ თავზე უნდა ილაპარაკოს ადამიანი. და ადამიანი ღმერთმა შექმნა 64-ში დაასახლა და ჩვენ ვერ შევიშნოვეთ ეს. განა იმიტომ რომ ადამმა და ევამ შესწოდეს. ჩვენ არჩევანის წინაშე ვდგევართ. ვინმეს კი ვერ გადააბრალებ. ახლა ჩვენ რო ღვთის წინაშე წავდგებით, რას ვეტყვით რომ დავუშვათ რატო ვწოდავდითო ადამმა და ევამ რომ აკრძალული ნაყოფი შეჭამესო? მაგას ხო ვერც ერთი ვერ იტყვის. ჩვენ არჩევანის წინაშე ვდგევართ. და ქრისტიანობა ადამიანს ასწავლის იმას, რომ როგორ დარჩეს ადამიანად. ანუ როგორი ჩაიფიქრა ღმერთმა, როგორი შექმნა ღმერთმა ადამიანი, აი ისეთად რომ დარჩეს. ქრისტიანობა ამას ასწავლის. და აი მაგალითისთვის რო ვთქვათ, უბრალოდ, ესე იგი, საზოგადოებაში რომელი ადამიანი უფრო მისაღება, ურწმუნოს თვალით რო ვთქვათ. მე არ ვამბობ მორწმუნეს თვალით, ურწმუნოს თვალით რომ შევხედოთ, საზოგადოებაში როგორი ადამიანი უფრო მისაღებია, ვინც ქრისტიანია თავისი ცხოვრების წესით, თუ მარტო მონათლულზე არ ვამბობ, რომ მოინათლა და იმის იქით აღარაფერი გაუკეთებია. ქრისტიანს ვამბობ თავისი ცხოვრების წესით, მთელი შინაარსით. ქრისტიანობა რა არის? როდესაც ადამიანი ცდილობს ქრისტეს მიბაძოს. ქრისტიანობა ხო ქრისტეს მიმდევრობა? აი, ჩვენ როდესაც ვცდილობთ, რომ ქრისტეს მივბაძოთ, ეგ არის ქრისტიანობა. წმინდა გრიგოლ ნოსელი ასეთ რამეს ამბობს. ქრისტიანობა არის ქრისტესადმი ბაძვა იმდენად, რამდენადაც ეს ადამიანურ ბუნებას შეუძლია და შეესაბამება. და ჩვენ თუ ვცდილობთ, რომ ქრისტიანი ვიყოთ, მივბაძოთ, რომ მიმტევებელი ვიყოთ, მივბაძოთ, რომ სამართლიანი ვიყოთ, მოწყალე ვიყოთ. ხო, და ესე იგი, ესეთი ადამიანი საზოგადოებაში რას დააშავებს? პირიქით, ესე იგი, მაშინაც კი, როდესაც ქრისტიანობა იდევნებოდა, ქრისტიანი მსახურები ყველასთვის მაინც სასურველი იყო და რატო? იმიტომ რომ ქრისტიანმა იცოდა, რომ ყველაფერი ისე უნდა აკეთოს, როგორც მოციქული პავლე ამბობს, როგორც ღმერთისა და არა როგორც ადამიანისა. აი რატო არის სამწუხაროდ უამრავი შემთხვევა დღეს, რომ დავუშვათ ადამიანი ამა თუ იმ სამსახურშია და მას თავზე დგომა ჭირდება, რომ გააკეთოს ისე როგორც სწორია და უფროსი თუ თვალს მიეფარა, მაშინ მიაფუჩეჩებს. მაგრამ ქრისტიანი არ მიაფუჩეჩებს. ქრისტიანს ვამბობ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, არა მხოლოდ მონათლულს, არამედ იმას, ვინც ქრისტეს ბაძავს. ის არ მიაფუჩეჩებს, მას თავზე დგომა არ ჭირდება. მან იცის, რომ ის უნდა გააკეთოს ისე, როგორც თავისას გააკეთებდა, როგორც ღვთისას გააკეთებდა. და ღმერთი ყველგან არის, სად უნდა მიეფაროს, რომ ამან მიაფუჩეჩოს. ვერსად. ესე ამბობს, აკეთეთ ყველაფერი გულითო. და თუ ქრისტიანია, მართლა ცდილობს, რომ დიდია საქმე თუ მცირეა, ზედმიწევნით გულით გააკეთოს. და ესეთი ადამიანი
საზოგადოებაში მართლაც სანატრელია. და სხვა მხრივ კიდე ვისაც ღვთის არსებობის შეიძლება არ ჯეროდეს, ან ვინც არ ცდილობდეს რომ ქრისტეს მიიბაძოს, ის ყველანაირად ეცდება საქმე გაიოლოს. თვითონ კომფორტულად იყოს ესე რომ ვთქვათ. ამიტომ ესე იგი ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენი სამშობლოსთვის როგორც ქრისტიანი, იმ გაგებით, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, ესე უფრო გამოსადეგი ვიქნებით, თუ როგორც ისეთი, რომ ქრისტეს არ ბაძავს. როგორი უფრო ჭირდება ჩვენ სამშობლოს. მე მიმაჩნია, რომ ჭირდება ისეთი, რომ მართლაც მთელი გულით ცდილობდეს, რომ ქრისტეს მიბაძოს და თუ რამე ეშლება, ამას ნანობდეს. ნანობდეს ნიშნავს, რომ ამის გამოსწორებასაც ფიქრობდეს. წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ასეთ რამეს ამბობს, კეთილგონიერი ქრისტიანი ყოველ საღამოს გამოიკვლევს თავის სულიერ მდგომარეობას. ძილის წინ თუ საღამოს ლოცვის წინ იფიქროს უნდა ადამიანმა, რომ მე დღეს რამდენად ბაძავდი ქრისტეს, რამდენად ვასრულებდი ქრისტეს მცნებას. ხო არის უფლის მცნება, რომ შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავისთვის, ეს ოქროს წესია სახარების ძავა და მართლაც მოდი ავიღოთ ნებისმიერი თქვენგანის აუდიტორია. ყველა რომ ასე იქცეოდეს, ყველა რომ ერთმანეთს ისე ესაუბრებოდეს, როგორც მას უნდა რომ სხვა ეუბნეოდეს, ყველა რომ სხვის მიმართ ისე იქცეოდეს, როგორც მას მოეწონება, ყველა რომ სხვაზე ისე ფიქრობდეს, როგორც მასზე რომ მიფიქრონ მოეწონება. ეს მართლაც სამოთხე იქნება. ეს არ იქნება უბრალოდ აუდიტორია და ახალგაზრდები, ეს სამოთხე იქნება ერთმანეთზე ზრუნვა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი და თუ ჩვენ ადამიანებმა, რომლებიც ჩვენ სამშობლოში ვცხოვრობთ, ეს ავიღეთ წესად და ეს გავიხადეთ პრინციპად ცხოვრებისა, ძალიან ბევრი რამე შეიძლება, თუმცა ამ პრინციპის შესრულებას ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ძალიან რთულია და შეუძლებელი. შეუძლებელია ამის შესრულება. მაგრამ იმიტომ რომ შეუძლებელია ბოლომდე ამოწურო და შეასრულო, მაგრამ მეტნაკლებობა ხო ყველგან არის და ჩვენ როდესაც ამ გზაზე დავიწყებთ სიარულს, ანუ ქრისტეს მცნებების შესრულების გზაზე, ერთი რაღაც უეჭველად უნდა აღმოვაჩინოთ. რა უნდა აღმოვაჩინოთ? რომ ჩვენ ამას ვერ ვაკეთებთ. თუ ადამიანმა ეს არ აღმოაჩინა, ეს ნიშნავს, რომ რაღაცა არასწორი გზით მიდის. მაგალითად, ახლა ჩვენ გორიდან ჩამოვედით. ჩვენ თუ გვინდა რომ სიტყვაზე ბათუმში ჩავიდეთ, ჩვენ გზად აუცილებლად გორი უნდა შეგხვდეს. ჩვენ თუ მივდივართ, გეზი ავიღეთ ბათუმისკენ და აწერია თელავი. ჩვენ ხო მივხვდებით, რაღაც არასწორი გზით წავით და ასე ბათუმში ვერ ჩავალთ. ჩვენ თუ ქრისტეს გზა ავირჩიეთ და ჩვენ არ აღმოვაჩინეთ ის, რომ ჩვენ ამას ვერ ვაკეთებთ ჩვენი ძალებით, ესე იგი რაღაც არასწორი გზით წავით. თუ აღმოვაჩინეთ, რომ რა კარგად გავაკეთე, რა კარგად მივბაძე ქრისტეს, ნახე, ზედმიწევნით შევასრულე. ეს ნიშნავს, რომ იქ თელავი წერი, ანუ სხვა გზით წავით. თელავმა არ დამიშავა უბრალოდ ის. და აქ, როდესაც ჩვენ აღმოვაჩინოთ, რომ ვერ ბაძავთ, ჩნდება საჭიროება აღსარებისა. ეს აღსარება მექანიკური კი არა, ჩვენ ნანობთ იმას, რაშიც ვერ ბაძავთ ქრისტეს. და აღსარება ადამიანის სულს განწმენს და რაც უფრო ხშირად ამბობს ადამიანი აღსარებას, რაც უფრო ხშირად იბანს ადამიანი ხელებს, მით უფრო სუფთა აქვს ეს ხელები. თუ გავა ერთი თვე და ხელებს არ დავიბად, მაინც და მაინც სახარბიელო არ იქნება იმის დანახვა. და ერთი წელი და საერთოდ რო არ აგვზობს დაბანილი ხელები. სხვადასხვა ამას წინათ ვკითხულობდი, ერთ-ერთი დედოფალი იყო და შეიძლება თქვენ უფრო იცით. ამაყობდა იმით, რომ ცხოვრებაში მხოლოდ ორჯერ იყო დაბანილი. ხო და შეიძლება ჩვენც ახლა ამაყობთ ზოგჯერ, რომ საერთოდ არ გვითქვამს აღსარება. ზოგი ამბობს, რატო უნდა თქვა აღსარება?
და თუ არაცნობიერებს მართლაც შეიძლება კონდეს ეს განწყობა, მაგრამ თუ შევხედოთ ჩვენ აი ამ კუთხით, რომ ჩვენ აღსარება და თითოეული იმ რაღაცის გამო, რითიც ჩვენ ქრისტეს ვერ ვემსგავსებით ვნანობთ, აღმოაჩენთ, რომ ეს აღსარება უფრო გვაახლოვებს უფალს. აი წმინდა ბასილი დიდი მეოთხე საუკუნის დიდი მღვდელმთავარი იყო და ასეთ რამეს ამბობს. მე რო ამას ბავშვებს უყვები ხოლმე 20 თეთრიანი მაქვს ხოლმე ყოველთვის ჯიბეში. 20 თეთრიანზე ირემი ხო არის გამოსახული. თუ დაკვირვები ხართ არ ვიცი. და ოღონდ ეს ჩვეულებრივი 20 თეთრიანი არ მაქვს ხოლმე, ტალახიანი 20 თეთრიანი მაქვს და წმინდა ბასილი დიდი ამბობს, თითოეული ადამიანიო ტალახში ჩავარდნილ მონეტას გავსო. და რაც უფრო გაასუფთავებ ამ მონეტას, მით უფრო გამოჩნდება რა არის აღბეჭდილი ამაზე. რაც უფრო გაასუფთავებ ამ 20 თეთრიანსა, გამოჩნდება, რომ ირემია დაბეჭდილი ზედ. ჩვენში ქრისტეა აღბეჭდილი. რაც უფრო ადამიანი ნანობს თავის ცოდავს და სულს განიწმენს, მით უფრო ქრისტეს თვისებები გამოჩნდება ჩვენში. და ამით ნელ-ნელა ადამიანი ბაძავს ქრისტეს. და რაც უფრო ბაძავს და ახლოს მიდის, მით უფრო ესე იგი პატარ-პატარა ცოდვებით თავს იჩენს და გამოჩნდება. ანუ დაახლოებით ისეთი რამეა, ადამიანი რაც უფრო სინათლისკენ მიდის, მით უფრო მეტი ჭუჭყს ამჩნევს. აი ხო ყველას გვინახია ფანჯრიდან რომ მზის სხივი შემოდის და მტრის პატარა ნაწილაკებიც რომ კარგად ჩანს. აი მზის შუგზე აი ესე კარგად ჩანს, ანუ ღვთის სინათლე რომ ჩვენს გულში შემოდის, სახარებისეული ნათელი. ჩვენი პატარ-პატარა შეცდომებიც უკვე ძალიან მკაფიოდ ჩანს. მაგრამ როდესაც სიბნელეა იქ, აი ბნელ ოთახში შეიხედო. შეიძლება იქ ყველაფერი აბურდულია, ერთმანეთზე ყრია, მტრით არის სავსე თუ ჭუჭყი და რომ ვერ ხედა ვერაფერს, გონია რომ შეიძლება სუფთა აქვს ყველაფერი. მაგრამ საკმარისია პატარა სინათლე შეიტანო, რომ გამოჩნდება, რომ თურმე აქ ვერ არის ყველაფერი რიგზე. მე იმ დიდ ნივთებს ხო გადმოალაგებ. კიდევ უფრო მეტი სინათლე თუ შევა, უკვე პატარა მტვერსაც დაინახავ. ადამიანის ესე რაც უფრო უახლოვდება ღმერთს, ვით უფრო მეტ ცოდვას ხედავს საკუთარ თავში. და რომ ხედავს უფრო მეტ ცოდვას, კიდევ უფრო ნანობს, კიდევ უფრო მდაბლდება და რადგან მდაბლდება, კიდევ უფრო უახლოვდება ღმერთს. და ეს პროცესი დაუსრულებელია. ამიტომაც ნახეთ როგორ ამბობს წმინდა მოციქული პავლე. სარწმუნო არ სიტყვა და ყოვლისა შეწყნარებისა ღირს, რამ თუ ქრისტე იესო მოვიდა სოფლად ცოდვილთა ცხოვრებად, რომელთა შორის პირველი მე ვარ. ანუ დასაჯერებელია ეს სიტყვა, რომ ღმერთი ადამიანად მოვიდა ცოდვილთა გამოსახსნელად და ამ ცოდვილთა შორის მე ვარ პირველი. ეს იცით როგორი კაცია ამბობს, ვიზედა წმინდა იოანე ოქროპირმა თქვა, რომ ეს არისო, ანუ თავისი რწმენის სიდიადიდან გამომდინარე, ისეთი ცეცხლი დანთებული მიწაზეო, რომლის ალიცო ზეცამდე წვდება. ანუ ამაზე დიდი არავინ არ ყოფილა ქრისტიანობის ქადაგებელი. ესეთი ადამიანი ამბობს, რომ მე ვარ ყველაზე დიდი ცოდვილიო და რატო ამბობს ახლა ვინმეს ებრანჭება ამას რო ამბობს. ახლა ჩვენ ხო ამბობთ ხოლმე რომ მე ესეთი ცუდი ვარ მე, მაგრამ ვინმე რო გითხრას რომ ეგეთი ხარო, შეიძლება შუაზე გაგლიჯო, ესე იგი, მაგრამ ის რომ ამბობს, კი არ თამაშობს, ის გულწრფელად ამბობს. იმდენად ახლოს არის ღმერთთან, იმდენად იმ მცირე მტრის ნაწილაკებსაც ხედავს თავის თავში ცოდვისა, რომ და ეს დიდად მიაჩნია და მართლა ეს ჯერავს, რომ ცოდვილთა შორის პირველი ეს არის. იგივეს ამბობდა წმინდა ბასილი დიდი, აზიარების ლოცვას რომ ვკითხულობთ, იქ არის ამის შესახებ. ხო და აი ადამიანის სრულყოფის პროცესი ესეა და დაუსრულებელია. დაუსრულებელი იმიტომ არის, რომ ღმერთი უსასრულოა. როგორც არ უნდა მივბაძოთ ღმერთს, ვერ მივახწევთ იქამდე. მილიონს, რამდენი მილიონიც არ უნდა მივმატო უსასრულობას, ხო მაინც ვერ მიაღწევ. მაგრამ ჩვენი მცდელობა ეს უნდა იყოს მისკენ სულა. და თუ ადამიანი ახლა სამშობლოზე რომ ვთქვა, თუ ადამიანი ესე ცხოვრობს, რომ ქრისტეს მიბაძოს, თუ მას თავზე დგომა არ სჭირდება,
თუ დაუშვათ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ადამიანი ის არის, ვინც სხვას გამოადგება. რატო ამბობ ახლა რომ გამოადგება? ნახეთ, აი ჩვენ რო ბავშვებთან შეხვედრა გვაქვს, სულ ვეკითხები, ვეუბნები, ერთი ნივთი მაინც მაჩვენეთ, რომელიც ადამიანისთვის არ არის და უბრალოდ იმისთვის არის შექმნილი, რომ მარტო თავისთვის იყოს. აი უბრალოდ მე გულწრფელად ვერ აღმოაჩინე, თან ბავშვებს რო ვეუბნები ხოლმე, მართლაც ვაკვირდები, ვათვალიერებ, იქნებ რამე ისეთია და ვატყუებ ახლა მე ამ ბავშვებს, მაგრამ მე ჯერ ვერ აღმოვაჩინე ნივთი, რომელიც უნდა იყოს და აი ეს არავის გამოადგეს. ეს კამი მისთვის რომ დასხდეთ, ეს სცენა რომ ვიღაც გამოვიდეს და ისაუბროს, ის ნატურა თუ ყველაფერი, თუ აი ეს უმნიშვნელო ნივთები მაშინ არის შემდგარი, როცა ის სხვას ადგება. გან ადამიანი იმისთვის არის, რომ მარტო თავის თავს გამოადგეს. ადამიანი მაშინ არის შემდგარი, როცა ის სხვას გამოადგება. და თუ ეგეთი ადამიანები მრავლად იქნება ჩვენ სამშობლოში, რომ ერთმანეთს გამოვადგეთ, მაშინ რაღა გვიჭირს. არაერთხელ თქვი ამ ბოლო დროს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ და არ მობეზრდებათ. წმინდა ილია მართლის სიტყვები, ილია ჭავჭავაძის. არისო ოჯახის კაციო. ვინც ოჯახზე ზრუნავს. ახლა ზოგი ხო არა ოჯახის კაციც არ არის. ოჯახი ყავს, ქალი იქნება თუ კაცი იქნება და მარტო თავის გართობაზე ფიქრობს, როგორ მოირთოს, მოიკაზმოს თუ გაისეირნოს თუ შვება განცხრომა თუ ასე შემდეგ მოკლედ, ჩაიცვას თუ სხვა. მაგრამ არის ოჯახის კაცი, თავის ოჯახზე რო ფიქრობს. არის გვარის კაცი, ანუ ვის გულშიც ოჯახი ხო ეტევა და იმის იქით ნათესავებიც ედარდება. ანუ ხელა გული აქვს რომ წდება სხვებს. არისო თემის კაციო. ანუ თელ თემზე, თელ სოფელზე ფიქრობს დაუშვათ. მაგრამ ვინც თემზე ფიქრობს, იმას ჯერ ოჯახზეც ნაფიქრი აქვს. ესე კი არა ძაღლი შინარ ვარ გოდაო და სანადიროდ გარბდა, ეს მიგდებული ყავს და არიქა ეხლა იქიდან უნდა დაიწყოს. არისო ერის კაციო. ანუ ვინც ოჯახზეც ფიქრობს, გვარზეც, თემზეც და მთელ სამშობლოზე აი მისი ფიქრები. და არისო ზოგად კაციო. ვიღაცა ზოგად საკაცობრიო პრობლემებზე ფიქრობს. მაგრამ ჩვენი მხრივ შეგვიძლია მივამატოთ, რომ არის თავის კაცი. მარტო თავისი თავი რო ედარდება. მაგრამ არის კი ეს კაცი. რა თქვა წმინდა ილია მართალმა, ილია ჭავჭავაძემ, კაცი ადამიანში რა გითხრა? არავისთვის არაფერი დაუშავებია ლუარსავს, მაგრამ რომ არავისთვის არაფერი ურგია, ღირდა ეგეთი კაცი რო ყოფილიყო. ალბათ თავარი შეკითხვა ეგ არის იმ ნაწარმოებში. იმიტომ რომ სხვაგან ამბობს, ერთი ასეთი ლექსია, ალბათ თქვენც გაგიგიათ. სიკვდილმა კითხა სიცოცხლეს, მე გჯობი ვარ თუ შენაო. სიცოცხლემ ასე მიუგო, არც ერთი არ ვართლ ხენაო. ზოგს სიცოცხლე აქვს ისეთი არ მიბრუნდება ენაო. გნატრობს ნეტავის სადახარ ისმინო შენი ღრენაო. თუ კაცი ცოცხლობს ხალხისთვის, მაშინ გჯობი ვარ მენაო. ანუ სიცოცხლე ამბობს და თუ კი თავისთვის რაღა თქმა უნდა შენაო. ანუ თუ ადამიანი მარტო თავისთვის ცოცხლობს, მაგას სიკვდილი ჯობია. და ჩვენ თუ ჩვენ სამშობლოში ადამიანები ისე შევიყვარეთ, რომ ჩვენ მათთვის დავიწყეთ სიცოცხლე, ეგ ნიშნავს, რომ ჩვენი სამშობლო გაიხარებს ჩვენით. და თან ახლა ამას მივამატოთ ისიც, რომ თუ ჩვენ ერთმანეთს ისე დავეხმარეთ, რომ ამ დახმარებით ღმერთი იდიდებოდეს, აი მაშინ შესრულდება პატრიარქის სიტყვები, ღმერთი სამშობლო ადამიანი. რატო ამბობ თუ ისე დავეხმარეთ? ზოგჯერ შეიძლება ჩვენ ისე დავეხმაროთ, რომ ესე იგი იმ საქმით ღმერთი არ იდიდებოდეს, ანუ ცოდვაში კი არ დაეხმარო, ცოდვაში კი არ მოუმართო ხელი, კი არ წააქეზო ცოდვისკენ, კი არ გაუმართლო ის, რომ ის ცოდვიან საქმეს აკეთებს. ადამიანი უნდა გიყვარდეს, ცოდვა უნდა გძულდეს. მე არ ვამბობ, რომ
ადამიანს რაღაცა ესე იგი დაუშვათ შეურაცხყოფა მიაყენო, მაგრამ არც ის არ უნდა უთხოვ, რასაც აკეთებს, ეგ სწორია. ჩვენ არ უნდა გავამართლოთ ადამიანი, როდესაც ის ცოდავს. ადამიანი უნდა შევიყვაროთ, მაგრამ ამავე დროს უნდა უთხრათ, რომ ის რასაც აკეთებს, ეგ ცოდვიანი საქმეა და დაუყავს მას. და თუ ჩვენ ესე დავეხმარეთ ერთმანეთს, რომ იმ დახმარებით ღმერთი იდიდებოდეს, ეგ ძალიან კარგია. თუ ჩვენ იმიტომ ვეხმარებით ადამიანს, რომ ჩვენზე თქვან, რომ რა მაგარია, ეგ არ ნიშნავს, რომ ღვთისადიდებლად დავეხმარეთ. ეგ ნიშნავს, რომ საკუთარი თავის საქებად დავეხმარეთ. აი, რა ვიცი, აი ჩვენი დამოკიდებულება, ესე იგი, ესეთი უნდა იყოს და ჩვენ იმაზეც უნდა დავფიქრდეთ ალბათ, რომ ჩვენ ვართ ადამიანები, იმ დიდი ოჯახის წევრი ვართ. ადამიანები, ჩვენ ვართ, კი ბატონო, მე ჩემი ოჯახი მაქვს, ჩემი გვარი მაქვს, ჩემი სამშობლო მაქვს, ჩემი ქალაქი მაქვს, სამშობლო მაქვს, მაგრამ ჩვენ იმ ერთიანი დიდი ოჯახის წევრი ვართ, რასაც ადამიანი ქვია. ჩვენ ხო ამ ოჯახის წევრი, ჩვენ ხო არა ვართ პირუტყვები, ჩვენ ხო არა ვართ არც ფრინველები ვართ და არც ხო, ჩვენ ადამიანები ვართ. და ადამიანი როგორი შექმნა ღმერთმა? ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი. ღვთის ხატება ნიშნავს, რომ ესე იგი, ადამიანში არის უკვდავი სული, ადამიანში არის არჩევანის უფლება, ადამიანში არის გონიერება. და ადამიანმა ეს ღვთის ხატება უნდა გამოიყენოს იმისათვის, რომ ღვთის მსგავსებას მიაღწიოს. ღვთის ხატება არ იცვლება ადამიანში. უფრო უკვდავი ვერ გახდება ჩვენი სული. არჩევანის უფლება ყოველთვის გაქვს, გონიერებაც გაქვს, გააჩნია როგორ გამოიყენებ, მაგრამ ღვთის მსგავსება ნიშნავს, რომ ადამიანს შეუძლია ანგელოზებრივი ცხოვრებითაც იცხოვროს და დემონამდეც კი დაეცეს. და ეს შუაში ამხელა ამპლიტუდა არსებობს. და ადამიანის მიერ თავისი ხატების რეალიზებით, ანუ ღვთის ხატობის რეალიზებით შესაძლებელია, რომ ადამიანი ღმერთს მიემსგავსოს. აი ამ მსგავსებაზე კი წელან ვისაუბრეთ, ესე იგი. მოდი ახლა ჩვენ რომ ძალიან არ გადაგღალოთ, რაღაცა ძალიან მონოლოგი, ცოტა დამღლელია, მე ვიცი და თუ რამე არსებობს ისეთი, შეგვიძლია რომ კი, თუ სურვილი გექნება, თუ არა და ესე გავაგრძელებ, როგორც დავიწყე. მაგრამ მე ვიცი, რომ დამღლელია ეს თქვენთვის. კითხვა ხო არა, რომ ფილმის მოგაწვით? კი. პირველ რიგში მადლობა, რომ მოგზანდით კითხვა შემდგომში. თქვენ თავიდან ახსენეთ, რომ ბედნიერებისთვის აუცილებელია ღმერთთან სიახლოვე და ღმერთთან დაკავშირება ის, რომ როგორ განაცხადოთ და რატომ ახსენეთ. მადლობა. მე თავიდან როდესაც თქვი, რომ ეს აუცილებელია, თან ისიც თქვი, რომ რაც მე გამოვცადე, იმაზე ვლაპარაკობ. აი, ჩემთვის ეს არის აუცილებელი. და ეს ისეთი რამეა, რომ თუ ადამიანი თვითონ არ შეეხო და ჩვენ ხო ყველას გვაქვს ინდის, დავაკვირდეთ ჩვენს თავს. ჩვენს თავს დავაკვირდეთ და ძალიან ბევრ რამეს აღმოვაჩენთ, ესე იგი. ისიც ვცადოთ, აბა ცოდვის დროს როგორ ვართ. ისიც ვცადოთ, ესე იგი, ღვთისმცნების შესრულების დროს როგორ ვართ. მოდი აი მივყვეთ, რადგან ეს საკითხვა დაისვა. ცხანეტარება ყველას გაგვიგონია. მათ ხო არის? ან თუ არ გაგვიგონია, მოდი ახლა ვთქვათ. მათეს სახარების მეხუთე თავში ეს არის ქადაგება მთაზე, ასე ეწოდება მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე თავებში ეს ზნეობრივი შეგონებებია, მათ ხო არის ამბობს. და პირველი სწორედ ეს არის ნეტარებებით იწყებს. ნეტარება რა არის? ბედნიერება. ან ესე რომ თარგმნოთ, ნეტარიყვნენ გლახაკნის სულითა. რამე თუ მათი არის სასופველიცათ, ანუ ნეტარია თამდაბალი ადამიანი, ანუ ბედნიერია თამდაბალი ადამიანი. წუთი სოფლის გაგება სხვა გვარია, ბედნიერია ამაყი უნდა იყო. ესმით თამდაბალ ადამიანს თითქოს აი დაჩაგრულად მიიჩნევს. სინამდვილეს თამდაბალი ცით ვინ არის? ყველაზე ძლიერია თამდაბალი.
იმიტომ რომ თავმდაბალი ნიშნავს რომ აცნობიერებს რომ ღვთის გარეშე შეუძლებელია რამე იყოს. აი მაცხვარი ამბობს ვაზის ნასკლავს რომ თავისით ნაყოფის გამოღება არ შეუძლია. ეხლა დავშეთ ჩვენ თქვათ რომ ღვთის გარეშე შეგვიძლია რაღაც გავაკეთოთ. ეგ ნიშნავს რომ ვაზიდან ის ტოტი მოძროს, აი არჩევანი ქონდეს, მოძროს და წამოვიდეს და დადგეს და თქვას რომ მე ჩემით გამოვიღებ ნაყოფს. რა თქმა ამ ხელა ვაზზე რო იყო დამყნობილი და რა მოხდება? ცოტა ხანში გამოშრება ეს. საიდანაც ძალას იღებდა, ვეღარ მიიღებს და მოკვდება. ადამიანი სულიერად მოკვდება ღვთის გარეშე და ადამიანი რო აცნობიერებს რომ ყველა ის სიკეთე რაც ჩემი ხელით კეთდება სინამდვილეში ღვთისგან არის, ასეთ ადამიანს მადლიერება აქვს ღვთისა და თვითონ დაცულია ამ პარტავნებისგან და ასეთზე ამბობს ეს არის ბედნიერი. შემდეგ ამბობს ნეტარიყვნენ გლოვარენი გულითან, რამოთუ იგინი ნუგეშინის წემოლიქნე, ანუ ვინც ნანობს თავის ცოდვას, ეს ნეტარია, ბედნიერია. შემდეგ ამბობს ნეტარიყვნენ მშვიდნი, რამოთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა. ანუ მშვიდი ადამიანი ის კი არ არის ვინც ჩუმად არის. აი რომ ჩვენ ხო ამბობთ ხოლმე შვიდად იჯექია. შვიდად ყოფნა, ჩუმად ყოფნა სულაც არ ნიშნავს. შეიძლება ადამიანი ჩუმად იყოს, მაგრამ შიგნით ისეთი ქარიშხალი ქონდეს. აი მართლა ჯოჯოხეთი ქონდეს გულში. მრავალი განმარტება არსებობს, ესე იგი სიმშვიდე არისო წმინდა იოანეს სინელი ბრძანებს გულის ერთნაირი მდგომარეობა თების და ძაგების შემთხვევაშია. ახლა ჩვენ როგორ ვართ, რა შეგვაქებენ, გულის ფიქრები რაღაცა ისეთი გვაქვს. შეურაცხყოფას მოგვაყენებენ, რაღაცა დამწუხდებით და გული რომ არ იცვლება ერთ დონეზე რო დგას ქების და ძაგების შემთხვევაში, ეგ არის სიმშვიდე. სიმშვიდეს ადამიანი ვერ მიაღწევს თუ თავის თავზეა მინდობილი. თუ ღმერთზეა მინდობილი, ის მშვიდად იქნება. სიმშვიდეს ადამიანი ვერ მიაღწევს თუ არ არის კმაყოფილი იმით, რაც აქვს და ყოველთვის წინ ეძებს ბედნიერებას. აი მაგალითად შარვალი იყიდა ადამიანმა. ეხლა ფიქრობს, აი მაისურსაც რო ვიყიდი, კარგად ვიქნები. სიტყვაზე ვამბობთ, ეხლა ეს. აი მაისურიც შეიძინა. ეხლა ფიქრობ, აი სათვალეც რომ მქონდეს, კარგად იქნება. ეხლა ტელეფონი უნდა. მე ახალი გამოვიდა ეს ტელეფონი და ეხლა ისეთი უნდა და აი ისიც რომ მქონდეს, რა კარგად იქნება. ანუ ბედნიერება ყოველთვის წინ არის და იმას ვერასოდეს ვერ დაეწევა. მაგრამ ადამიანი რომელიც კმაყოფილია იმით რაც აქვს, ეს შვიდად არის. და შემდეგ მოკლედ რო აღარ გავაგრძელოთ ეს 9 ნეტარება, ანუ მაცხოვრის მცნებებს, ვინც ცდილობს რომ შეასრულოს, მას აქვს ეს ბედნიერება. თუმცა ეს რომ ჩვენთვის ხოლო თეორიად დარჩეს, არაფერს არ მოგცემს. იმიტომ ამბობ, იმიტომ დავიწყე იმით, რაც უშუალოდ მეც მქონდა ჩემით გამოცდილი. იცით, გამოცდილი მხოლოდ ის კი არ მაქვს, რომ სინდისი რომ დამშვიდებულია ბედნიერი რო ვარ. ისიც გამოცდილი მაქვს სინდისი რომ მამხელს და რო ვიტანჯები. ეგეც გამოცდილი მაქვს. და აი მაგის შემდეგ ორივე რო ნანახი გაქვს, მე ხვდები რა დროს ხარ კარგად. შეიძლება მაშინ, როდესაც მე სინდისი მამხელს რაღაცის გამო, სულაც არავინ არ იცის რის გამო მამხელს. ზოგს გონია რომ ეს საქმე კარგად გავაკეთე. მე კი ხვდები რომ ეს საქმე ვერ გავაკეთე კარგად. რაღაცა დავაკელი და მაწუხებს. სხვებს გონიათ რომ კარგად ვარ, მე არ ვარ კარგად. აი დინამიკთან ახლოს რო არის მაგ. მოგესალმებით დაგლოცდა. ცოცხლეთ გაიხარეთ. მე შემოგვიდა კატეგორია ადამიანების სულახმისაც, ახალგაზრდაც, შედარებით ასაკოვანიც, რომელთაც რაღაც წინააღმდეგობები ეკლესიისადმი. რომ მე ერთთან ურთიერთობისთვის არ მჭირდება ეკლესია და კონკრეტულად მინდა კიდევ ერთხელ ისაუბრო და გავაგებინოთ აღსარების საიდუმლოებაზე. უნდობლობა გააცნია თითქოს
კონკრეტულად სასულიერო პირისადმი და ეს უნდობლობა რომ მეახსენებას ვერ ჩავაბარებ, რადგან არც მჭირდება ჯერ ერთი და მეორე არ ვენდობი ადამიანს კონკრეტულად გამსმენელი. ეს არის მართლაც უნდობლობა თუ შინაგანად რაღაც სხვა წინააღმდეგობა აქვს. კიდევ ერთხელ ვთქვი. შეიძლება ორივე იყოს. შეიძლება მართლაც უნდობლობა იყოს და ამაში ჩვენ ვაშავებდით სასულიერო პირები. აი მართლაც უნდობლობა რომ აქვს ადამიანს, შეიძლება ვაშავებდით. შეიძლება ამ უნდობლობას, როგორც თქვენ ამბობთ, ფარად იყენებს, რომ არ უნდა რაღაც თქვას ახსარებაში, მაგრამ ერთია ის, რას ამბობს. მეორეა გულის სიღრმეში ის მართლაც ესე ფიქრობს და მოდი ასეც ვთქვათ. დაუშვათ, აი ნიკოლოზი ქვია ხა ჩვენთან რა თქვენა გატკიო ტკბილი, ამას ასტკიოდა კბილი. იცის რომ გვერდით მეზობლად აი უჟმური სტომატოლოგია, მოკლედ არ უნდა იმა, ერთხელ იყო და აწვალა, თან ეჩხუბა, თანაც გაუკეთა წესიერად. რა უნდა ქნას ახლა? აი არ დადგა არც, იმიტომ არ მივდივარ მე კბილის ექიმთან, რომ აი ესეთები არიან. წავა ერთხამს გაათენებს კბილის ტკივილით. თავიდან უყუჩებდა გამოყუჩებელი. ახლა ისიც აღარ შორის ხო მიეჩვია ორგანიზმს. რა ქნას არ მოძებნოს სხვა. აი ლოგიკურად რო დავფიქრდეთ, ხო უნდა მოძებნოს და ვერ იპოვის და იპოვის. უბრალოდ ჩვენი პრობლემა კიდე იცით რა არის? დღეს ვინც მართლაც აი ჩაუხრელად შრომობს თავის სამრევლოსთვის, რომ რაღაც სულიერი ნუგეში მისცეს, მართლაც ქრისტეს გზა დაანახოს. ძალიან ბევრი ესეთი სასულიერო პირი არ ჩანს. მაგრამ ზედაპირზე წამოწეულია ჩვენი შეცდომები. და ესეც შემთხვევით არ არის, ეს გამიზნულად არის. და ახლა თქვენ არ ახართ საიმისოდ პატარები და საერთოდაც არ ახართ პატარები, რომ ამას ვერ ხვდებოდეთ და ეს არ იცოდეთ. ეს გამიზნულად არის გაკეთებული. რომ ესე იგი ადამიანი დაბრკოლდეს და აღარ უნდოდეს მისვლა. თუ არა და მოდი ესეც ვთქვათ, აი ეკლესიური ადამიანი, ეკლესიური საზოგადოება, მორწმუნე ადამიანები, ამაზე უფრო წმინდა კრებული თუ სადმე გეგულებათ, აი ცხოვრების წესი რო უფრო მოწესრიგებული ქონდეთ. კი ბატონო, მიგვითითეთ და ჩვენც იქით წავიდეთ. ჩვენ ხო ვეძებთ, ჩვენ ხო არა ვართ მიკერძოებული. თუ აი ხა ჩვენ როგორ ფიქრობთ, მე რომ დავიბადე, მღვდელი ვიყავი და ეხლა უბრალოდ ვამართლებ ამ პოზიციას. ამ ქუჩაზე იცი რამდენჯერ ამივლია ჩამივლია, აი მაღლივში ვსწავლობდი, ჩვეულებრივად მე სტუდენტი ვიყავი. წმინდა ბარბარეს ტაძარია გვერდით, ამ ტაძარში დავდიოდი. მოძღვარი გორში მყავდა, მაგრამ მისი კურთხევით რო უზიარებელი არ ყოფილიყო, აქაც დავდიოდი. ან ეს გზა ხო მე ავირჩიე. გესმით რას ვამბობ? ახლა მე რომ უცბად აი დავბადებულიყავი და მღვდელი ყოფილიყავი და ახლა მე ვცდილობ რომ გავამართლო ჩემი ეს მდგომარეობა. ეგ სხვა იქნებოდა. მაგრამ სხვა არის რომ მე მინდოდა რომ აი ამ გზით წავსულიყავ. გესმით რაზეა ლაპარაკი და ახლა მაგალითად აი თუ ადამიანი მოდი აი სახარებაში ჩავიხედოთ. იქ რა წერია? უფალი ეუბნება თავის მოციქულებს. თქვენ გაძლევთო სასუფეველის გასაღებსო. ვისაც თქვენ მიუტევებთ მიწაზე, ზეცაშიც იქნება მიტევებული. ვისაც თქვენ არ მიუტევებთ, არც ზეცაში იქნება მიტევებული. სხვაგვარად ეს ამბობს, ვისაც თქვენ შეკრავთ, ზეცაშიც შეკრული იქნება. ვისაც თქვენ გახსნით, ზეცაშიც გახსნილი იქნება. რაზეა ლაპარაკი? თითოეული მღვდელმთავარი მოციქულთა საყდარზე ზის. აი მაგალითად ჩემი მაკურთხეველი მღვდელმთავარი ვინც არის ხო მეუფე ანდრია. მას ვინც დაასხა ხელი და ასე რომ ავყვეთ, უეჭველად მოციქულებამდე მივართ. ისინი მოციქულთა საყდარზე ხედავთ, ჩვენც მათი კურთხევით გვაქვს ხელმწიფება რომ ადამიანებს წოდები მიუტევოთ. უпростоად ღმერთმა მიუტევოს ჩვენი ხელით. და თუ აქ ადამიანი შეინანებს ზეცაში მიეტევება, ღმერთი მიუტევებს და თუ არ შეინანებს, ვინ მიუტევებს? ახლა ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ სასულიერო პირი არ გვინდა, კი ღმერთი გვინდა და იმ ღმერთმა გითხრა, რომ აი აქ მიდიდრო, თქვა აღსარება.
რომ შეგენდოს წოდები. ეხლა ეს ის ხო არ არის მარტო ჩვენი ლოგიკით რაღაცები გავამართლოთ, არ გავამართლოთ. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღვთის წინაშე უნდა წავდგეთ. გინდა თუ არ გინდა, ემზადები თუ არ ემზადები, იქ ესეა ნათქვამი, რომ ესე იგი წაგიყვანენო იქ, სადაც არ გინდა რომ წახვიდეო. ჩვენ მიგვიყვანე ღვთის წინაშე. შეიძლება ძალიანაც არ გვინდოდეს, მაგრამ ეს წმინდა წერილის სიტყვებია. შეიძლება სულაც არ გჯეროდეს, რომ გეუბნევიან ასე. მაგალითად, აი, ეგვიპტეში ერთ-ერთი პილიგრიმი იყო. ეუბნეოდნენ, არ ჩახვიდე ნილოსში, ნიანგები არიან, ამას არ ჯერა და დაიჟინა, რომ ჩავიდეს. და ნიანგის კბილებში რო აღმოჩნდა, მერე მას რომ ჯეროდა, ეგრე ვის, მაგრამ რაღა აზრი ქონდა იმ დაჯერებას. ამიტომაც აი, ეხლა მაგალითად ურწმუნოს მხრიდან რო შევხედოთ, რომ დავიჯერო, რომ ღმერთი არსებობს და წმინდა თვითცხოვრო პატიოსნად და რო აღმოაჩინო მერე, რომ არ არსებობს, ესე იგი ტყუილა თვითცხოვრეა, ასე? და მოდი პირიქით ვთქვათ, და რომ აღმოჩნდეს, რომ არსებობს და ჩვენ არ ვიცხოვრეთ ისე. აი გითხრა, რომ გარეთ არის, ავი ძაღლია ეხლა გარეთ და ფრთხილად გადი გეუბნევიან. რა ჯობია, დაიჯერო თუ არ დაიჯერო? თუ დაიჯერებ, რომ არის, ფრთხილად გახვალ და თუ აღმოჩნდება, რომ არ არის, ხო გადარჩებ. და თუ დაუდევრად გახვალ, იმიტომ რომ არ დაიჯერე, რა მოხდება? ლამაზია ლაპარაკი. ანუ ურწმუნოს თვალით ვამბობ, რომ შეხედო, რა ჯობია. ხოდა ერთი კი სწორია, რომ ჩვენც რაღაც წვლილი მიგვიწვის, რომ ადამიანებს უნდობლობა აქვთ, თუმცა მე ურჩევ ასეთ ადამიანებს, რომ ჩვენი არასწორი საქციელების გამო მათ თავი არ დაიღუპონ, ამითი არ მოიტყონ სინდისი, რომ რახან მე მამა ბასილი არ მოვეწონე, სხვაზე თქვას, რომ ესენი ასეთები არიან, იმიტომ რომ ვინ დაშავდება ამით? თვითონ. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა თქვენი დროისთვის და ცნობისაუბრისთვის. მე მაქვს ასეთი კითხვა. თქვენ ახსენეთ, რომ ადამიანი ბედნიერი არის, მაშინ, როდესაც სინდისი აქვს სულთან. და მაგალითად ლოგიკას რომ დავუკვეთ, ეს ხომ სრულყოფილად შეუძლებელია, რომ ადამიანს სრულად სინდისი ჰქონდეს სულთან. და აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ ადამიანი ბედნიერებისთვის არ არის მოვლენილი, ანუ ბედნიერების ძიებისთვის. შესაბამისად, ადამიანი არის იმისთვის მოვლენილი, რომ მუდმივად იყოს ბრძოლაში საკუთარ თავთან და საკუთარ შინაგან მხარესთან. და ამავდროულად ისიც ვიცით, რომ ეს შეუძლებელია ადამიანის მხრიდან და სწორედ ამიტომ გვჭირდება ჩვენ ქრისტე, რომ ასე ვთქვათ, ეს იყოს პერმანენტული ჩვენი შინაგანი სიძლიერე. მე მაქვს მაგალითად ასეთი კითხვა ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რომ თქვენი აზრით ადამიანი თავიდანვე ცოდვილი ბუნებით იბადება და მას აქვს სინდისის გამოძახილი, თუ ადამიანი თავიდანვე კარგი იბადება, მაგრამ გარემო პირობები განაპირობებენ ცუდი დეტალების გაჩენას. მადლობა. ჩვენ თითოეული ვიბადებით დაზიანებული ბუნებით, დაცემული ბუნებით ვიბადებით და კი ნათლისღები ჩვენ ცოდვები მოგვეტევება, მაგრამ რჩება მიდრეკილებები. ბუნებიანი მიდრეკილებები ზოგს ასეთი, ზოგს ისეთი, სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა რამისკენ აქვს, ცუდისკენ მიდრეკილება და თავისთავად ცხადია, რომ ჩვენ ბრძოლა გვიწევს. ასედაც არის ნათქვამი ქრისტიანობა, დინების საწინააღმდეგო ცურვა. აი მეტროში კიბეები რომ მოძრაობს, ხო? ჩვენ იმ კიბეზე კი არ ავდივართ, რომელიც მაღლა მიდის. ჩვენ იმ კიბეზე უნდა ავიდეთ, დაბლა რომ მოდის. ანუ ჩვენი ბუნება ესეთია, ჩვენი ბუნება ჯოჯოხეთისკენ მიგვაქანებს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და აი ამ ბრძოლაში გაჩერება რას ნიშნავს? უკან წასვლას. ამიტომ არ უნდა გაჩერდეთ. რაც შეეხება იმას, რომ სინდისი ბოლომდე სუფთა არასოდეს არ გექნება. სინდისი სუფთა გექნება მაშინ, როდესაც საკუთარ შეცდომებს კაცი არ ამართლებს. აქ რატო იქნება სინდისი დაბინძურებული? სინდისი ბინძურდება და ესე იგი გვაწუხებს მაშინ, როდესაც ჩვენ შეცდომა მოგვდის და ამას შინაგანად ვცდილობთ, რომ გავამართლოთ.
ჩვენ თუ არ ვამართლებთ, მაშინ პრობლემაც არ არის. ნახეთ სახარებაში სინდისზე რა წერია. წინა მოსაჯული ეწოდება. ანუ თანამედროვე ქართულით მოწინააღმდეგე და ასეთი რამეს ამბობს უფალი. სანამ შენს მოწინააღმდეგესთან, მაგრამ თანამედროვე ქართულით ვიტყვით, სანამ შენს მოწინააღმდეგესთან ერთად გზაზეთ გახარ და სასამართლოსკენ მიდიხარ, ეცადე რომ გზაში შეურიგდეო. რომ ამ მოწინააღმდეგემ და მოწინააღმდეგე რატო ეწოდება, იცით? ჩვენ როდესაც სიკეთის კეთება გვაქვს წინ და გვეზარება, გვეწინააღმდეგება, რომ რატო არ აკეთებ, მარტივად რა ვთქვა. ან როდესაც ცოდვის ჩადენა გვინდა, ჩვენ ის გვეწინააღმდეგება, რომ ის არ უნდა გააკეთო, შენ როგორც ადამიანს არ შეგშვენოს. და აი ამ მოწინააღმდეგეს შეურიგდი გზაში, რომ იქ მოსამართლეს არ გადაგცეს, მოსამართლემ კიდე მსაჯულს და მარადიულად საპყრობილეში არ ჩაგაგდონ. ეხლა როგორ უნდა შეურიგდეს ადამიანი თავის სინდის? ერთადერთი გზა ეს არის სინანული. ჯერის რომ ეცადოს ადამიანი რომ ღვთისმცნება ზედმიწევნით აღასრულოს და სინდისი დაიცვას. სინდისი ადამიანმა უნდა დაიცვას ღვთის მიმართ. დაიცვას ადამიანების მიმართ და წმინდა აბა დოროთე ამბობს ნივთების მიმართაც კი. ნივთების მიმართ როგორ? დავუშვათ გაქვს შესამოსელი, რომელიც ჯერ კიდევ გამოდგება. არ უნდა გადააგდო მხოლოდ იმის გამო, რომ ახალი მოგინდა. ტელეფონი თუ სხვა, იმიტომ რატო? ჩვენ გვაქვს რაღაცა, რაც გჭირდება და გვაქვს კიდევ რაღაცა, რაც გვინდა. კი არ გჭირდებოდა, მაგრამ ესეთი გვინდა. და ის რაც საჭიროებასა და მდომას შორის არის განსხვავება, აი მდომას რომ გამოვაკლოთ საჭიროება, რას მივიღებთ? ეს ჩვენი უნებებია. აი ამის გამო ვიყიდეთ და სინამდვილეში ის რაც მდომასა და საჭიროებას შორის არის, დავუშვათ რაღაცა რაც გჭირდება 100 ლარი ღირს, რაც გვინდა 150. აი ის 50, რაც ტყუილად დავხარჯეთ, ის სინამდვილეში ჩვენი კი არ არის. იქნებ მეზობელს ჭირდებოდა რაღაცა. გახსოვთ ოტია იოსელიანი რო ამბობს, თუ მეზობელს ჭრაკიც არა აქვსო, შენო ჭაღს ნუ ააბრიალებ. ხო გახსოვთ? ანუ ის ზედმეტი რაც თითქოს ის არის, ის იქნებს შენთვის არ არის და სხვისთვის მოგცა ღმერთო. და თუ ესე ეცდება ადამიანი რომ ზედმიწევნით სინდისი დაიცვას ყველაფრის მიმართ, არ დაუმძიმდება სინდის, მაგრამ სადაც შეეშლება, იქ არ გაამართლოს თავისი ეს ცოდვა, რაღაცით არ გაამართლოს. მე ხო არ გამორთენედა. ხო არ დავაჭირე რამეს. თუ თვითონ მოიწყინა. აბა? შეიძლება მე ჩემი ბრალი ყოფილი. აი ხლა რომ მეთქვა, აი თქვენი ბრალია მეთქი, რატო გამომირთეთ მეთქი. აი ხლა კი მართლა არ იყო შეიძლება. აი მე გონჩა ირცა. აი ნახე ცდება ის და იმიტომ ირთა. არა უშო იქნებ უკვე დროა რომ მორჩითო, მეტი ასე. არა? თქვენ როგორც არა, მე იმისთვის ჩამოვედი რომ თუ გინდა დილამდე ვიყოთ, მაგრამ თქვენს რეგლამენტს ვამბობთ, თორე ჩემსაც არა. ცოტა დრო კიდე. მაშინ ამის გარეშე ვისაუბროთ, იმიტომ რომ მოიწყინა მაგან. აი ეგ არის რაც მინდოდა რომ მეთქვა. ისე და ჩემი ხმა ბიჭებო ისმის ბოლოში. ხო, მაშინ რაღაცე ვაწვალებთ მაგ მიკრო. აბა? მაინტერესებს ადამიანმა რა გააკეთოს იმისთვის, რომ სულის რაყები დაძლევს და ქრისტესკენ ისწრაფოდეს მიუხედავად ამ ყველაფრისა, იმიტომ რომ ხო არის ზოგჯერ რომ გვაქვს ისეთი ზრახვები, რაც ხელს გვიშლის სულიერ წინსვლაში და გვაშორებს ქრისტესგან და სულწმინდის მადლისგან, იმიტომ რომ ფიქრობთ, რომ აი მორჩა დასრულდა, რახან მე ესე ვფიქრობ და ვეღარ ვიშლებ ამ ზრახვას, ესე იგი ქრისტეს აღარ მომდივარ და შეუძლებელია ჩემი და ღმერთის ურთიერთობის აღდგენა. ჩვენ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ. უბრალოდ მე ვიცი ეს ერთი რაღაც და უბრალოდ ჩემს რაღაც აზრს ვამბობ. ჩვენ ქრისტეს ყოველთვის უნდივართ. არ არსებობს ეგეთი წამი, რომ ჩვენ ქრისტეს არ უნდივართ. პრობლემა იმაშია, რომ ზოგჯერ ჩვენ არ გვინდა. გესმით? როგორი ზრახვა და როგორი თუნდაც ეს განხორციელებული ზრახვა, ანუ უკვე ცოდვები
გქონდეს ქრისტეს მაინც უნდივართ. აი როგორ ნახეთ, მოდი იუდას მაგალითზე განვიხილოთ ეს. რამდენჯერ უთხრა იუდას, გახსოვთ? აი მაგალითად იუდას გადაწყვეტილი აქვს რომ ქრისტე გასცეს და საიდუმლო სერობაზე. მოციქულები ეკითხებიან, ვინ არის უფალო? უფალი ხო ამბობს, ერთი თქვენგანი გამცემია და ახლა ყველა ფიქრობს, მე ხო არა ვარ უფალო, მე ხო არა ვარ. და უფალი ამბობს, ვინცო ჩემთან ერთად ჩააწოვსო პურსო, ის არისო. და ამას ყველას გასაგონად კი არ ამბობს, რომ ყველას დაანახოს, რომ ეს იუდა. ამას როგორც განმარტებელი ამბობს ახარების, აკეთებს, იმიტომ რომ მხოლოდ იუდამ გაიგოს, რომ ამან იცის, რომ ეს მე ვარ. იუდა ამითიც ვერ განიკურნა. შემდეგ იუდა, როდესაც გადის, მაცხვარი ეუბნება, წადი იუდა და გააკეთე ის, რაც საჭიროა. იუდას ხო ის მათი საერთო ყულაბა ებარა, მათი საჭიროებისთვის რაც იყო, ხო ის ქისა. ეხლა მოციქულები ფიქრობდნენ, რომ ალბათ იუდამ უნდა დღესასწაულისთვის, პასექის დღესასწაული მოდიოდა და იუდამ უნდა მოამზადოს დღესასწაულისთვის რაღაც, ან გაჭირებულებისთვის იზრუნოს. ესე ფიქრობდნენ, სახარება ესე გვეუბნება. სინამდვილეში იუდამ ხო იცოდა რატოც გადიოდა. იუდა ხო მანამდე ეს ხდება 5 შაბათს საღამოს. 4 შაბათს ხო შეუთანხმდა მღვდელმთავრებს და მწიგნობრებს და მათ რჯულის მოძღვრებს, რომ მე ხელსაყრელს შემთხვევას გაპოვნინებთ, რომ გადმოგცეთ. ეხლა რას ნიშნავს იუდამ გაყიდა ქრისტე? ეგ ნიშნავს, რომ იუდა შეპირდა მათ, რომ ისეთ ხელსაყრელს შემთხვევას გაპოვნინებთ, რომ აი ისე გადმოგცეთ, რომ ხალხი არ აღშფოთდეს ამის გამო. ხალხს იესო უყვარს. მათი სნეულები განკურნა, არ იგებს, ასწავლის, მკვდრები აღადგინა და აი ესე რომ სახალხოდ მივიდნენ და შეიპყრონ, იქ ბუნტი იქნება, ამას ვერ გააკეთებ. იუდა ზუსტად ეგ შეპირდა, მე ისეთ ხელსაყრელს შემთხვევას გაპოვნინებთ, რომ აი ესე ლამაზად, ესე რომ ვთქვათ, წაიყვანოთ რომ შფოთის გარეშე. როდესაც საიდუმლო სერობამ დამთავრდა, იქ იუდა გადის სწორედ ამ მიზნით, რომ ის ჯარისკაცები მოიყვანოს. იმიტომ რომ მაცხოვარი და მოწაფეები გეციმანის ბაღში არაერთხელ ყოფილან და მათ შორის იუდაც. და ამ საიდუმლო სერობიდან მაცხოვარი მოწაფეებთან ერთად სწორედ გეციმანის ბაღში წავიდა და სწორედ იქ მივიდა იუდაც ჯარისკაცებთან ერთად და ამით უფალი ეუბნება, რომ იუდა წადი და რასაც აპირებ გააკეთე, მალე გააკეთე. იუდა ხო უნდა მიხვდარიყო, ნახეთ, უფალმა ხო იცის, რომ იუდამ უნდა გასცეს, უკვე გასცა და უნდა შეასრულოს ბოლომდე, მაგრამ უფალი იუდას მაინც არ ტოვებს. უფალი ზურგს იუდას არასოდეს არ აქცევს. წავიდა იუდა და გეციმანის ბაღში მოიყვანა ეს ჯარისკაცები. მანამდე მივიდა მაცხოვართან და ეამბორა. იმიტომ რომ ნიშანი ქონდა მათთვის მიცემული, რომ ვისაც მე ვეამბორები, ის არის ქრისტე. ესე აქ მოდი ბარე ვთქვათ, რა საინტერესოა? რატო ვერ უნდა ეცნოთ ქრისტე? აი, ის ღმერთია და ესენი თავი მოციქულები, თურმე რაღაც თქვა გინდოდათ. თურმე ესე იგი უფალს ისევე ღარიბულად ეცვა, როგორც იმ გალილეელ მეთევზეებს, როგორ ვინც იყვნენ მისი მოწაფეები და არ გამოირჩეოდა რაღაცა იმით. არც იცოდნენ რომელია ქრისტე. აბა რატო დაჭირდებოდათ იუდას ნიშანი, რომ ვისაც ვეამბორები, ის არის და შეიპყარითო და როდესაც მივიდა, უფალი ეუბნება, ორამეს ეუბნება, მოყვასო, რისთვის მოსულ ხარ? რომ დააფიქროს, მართლაც რისთვის მოვედი? ანუ საღალატოთ მოვედი. და მეორე კიდე ეუბნება, რომ იუდა ამბორის ყოფითა გასცემ ძესა კაცისასაო? ანუ ამბორის კოცნითაც კი აი მას აკეთებ ღალატის საქმესო და იუდა ამაზეც არ დაფიქრდა. და ასეთი კიდე რამდენი, ანუ უფალს არ მიუქცევია ზურგი იუდასთვის. ეს იუდამ ვერ აპატია საკუთარ თავს. იუდა კი არ ნანობდა, იუდა სასოწარკვეთილება ჰქონდა. თორე იქ სადაც სინანულია, სინანული ნიშნავს, რომ იმედიც არის, რომ ღმერთი გაპატიებს. სხვა იყო კაენის სინანული, როდესაც ანუ კაენის სინანული გავს იუდას სინანულს, რომ თავისი ძმა მოკლა და იმას კი არ დარდობდა, რომ თავის ძმას ეს გაუკეთა, საკუთარ თავს დარდობდა. მაგრამ სხვა იყო პეტრეს სინანული. პეტრემ კაცმა რო თქვას ნაკლები გააკეთა, მივიდა იმ მღვდელმთავრის ეზოში, სადაც მაცხოვარს განსჯიან
პეტრეს ეკითხებიან იქ ცეცხლთან რო დგანათ ბებიან შენც მისი მოწაფე ხარო და არ ვიცნობო მაგას და სამჯერ თქვა ეს და უფალმა ხო უწინასწარმეტ ყველა რო სანამ მამალი იყივლებს სამჯერ უარ ყოფოდა მამალმა რო იყივლა მაცხოვარმა და პეტრემ ერთმანეთს შეხედეს და როგორი მძიმე იქნებოდა ეს შეხედვა პეტრესთვის და გამოვიდა და ატირდა მწარეთ აი პეტრეს სინანული ჰქონდა და იმიტომაც მაცხოვარმა მოციქულთა თავად დაადგინა სერო აი თავარი აქ ის კი არ არის ჩვენ რომ ვწოდავთ და ზრახვები გვაქვს თავარი ის არის რომ ჩვენ კიდევ რამდენად გვინდა უფალთან აი წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი ასეთ რამეს ამბობს ქრისტეს მოღალატე ის კი არ არისო ვინც უნებურად ვარდება ცოდვაში ჩვენ შეიძლება მთელი ჩვენი გონებით გვინდა რომ უფალს უერთგულოთ მაგრამ მაინც ცოდვაში ვარდებით ეს არ არის ქრისტეს მოღალატე აი ვინც შეგნებულად და წინასწარ მოიფიქრებს რომ ეს გააკეთოს ეგ არის აი ვინც გონებითაც უკვე ქრისტეს უარყოფს ეგ არის ღალატი ზრახვებს რაც შეეხება ჩვენ გვაქვს საშუალება ერთი ის რომ ესე იგი ჩვენს ფიქრებს გულის თქმებს არ დაუთმოთ ყურადღება არ დავიწყოთ მათთან საუბარი არ დავიწყოთ მათი განხილვა და მეორე კიდევ ის რომ მარტო ეს არ გიშველის უნდა ილოცო აი ამ ლოცვით უნდა დახვდე აი ამ ფიქრებს ესე შეიძლება რა გაიგოს შეიძლება ჩემო ძვირფასებოდ ჩემი პასუხები არც სრულყოფილი იყოს და არც დამაკმაყოფილებელი მაგრამ რადგან მე მეკითხებით მე იმიტომ გპასუხობ და თქვენ თქვენს მოძღვრებთან კიდევ უფრო მეტად კარგად მე განიხილეთ ხოლმე ეგ საკითხი ისე რომ მე ვინმე შეცდომაში არ შეგიყვანოთ აბა მოგესალმებით მამაბასი პირველ რიგში დამაძლიერება გამოხატა თქვენი გულწრფელი საუბრის მე მაინტერესებს ზოგადად რამდენად არის აუცილებლობა და საჭიროება სულიერი ტკივილი და ემოციური ფსკერის სულიერი ზრდისთვის და როგორ უნდა გავარჩიოთ სინანული შინაგანი ამპარტავნების გადასაც მე მჯერ არ შინაგანად რომ ღმერთს იმდანად უყვარო რომ ჩემთვის ჩემი ცოდობის გამო მოკვდა მაგრამ საკუთარ თავის პატიება მიჭირს და ანუ ეს ყველაფერი სასოწარკვეთილებაში შეიძლება ჩავარდეს ამის გამო ადამიანი მეგობრობა ესე იგი როდესაც ადამიანი თავის თავს ვერ პატიობს, ეგ უფრო ამპარტავნება არის ვიდრე სინანული. იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ცოდით დაცემული ადამიანები ვართ. ანუ აი წმინდა მამები ასეთ რამეს ამბობენ, ესე იგი, ტანჯველ რელიგიურობას უწოდებენ ასეთ რამეს. ერთი რომ ძალიან ცოდვილი გონია ადამიანს თავისი თავი უკიდურესად და მეორე რომ გონია რომ აი უკვე აღარ არის ისეთი როგორც ხვები არიან და ეს ორივე ტანჯველი რელიგიურობა ადამიანმა უნდა იცოდეს რომ ჩვენ ცოდვილები ვართ აი იგივე წმინდა ბასილი დიდი ასეთ რამეს ამბობს ჩვენ ადამიანები ვართ და შეუძლებელია რომ ცოდვაში არ ჩავარდეთ მაგრამ ცოდვაში რო ვარდებით ეგ კი არ არის პრობლემა ანუ რო წავიქეცთ პრობლემა მაგაში არ არის იმიტომ ადამიანი ხარ და ეგრე მოხდება პრობლემა ისაა რომ ადგომა არ გინდა აი გარ ამიტომ ეს აი ძალიან მარტივად რო შევხედოთ. რამდენჯერაც წაიქცევი, ამდენჯერ უნდა წამოდი. აი წმინდა სისოი დიდთან ეს თუ არ ვცდები მესამე მეოთხე საუკუნის დიდი მოღვაწე იყო. მიდის თავის სულიერი შვილი და ეუბნება, მამაო, ცოდვაში ჩავარდი, ანუ დავეციო. რა ვქნაო და ისე ეუბნება, წამოდექიო. წამოდექიო და ისევ დავეციო. და რა ვქნო, კიდე წამოდექიო და კიდე წამოდექი და კიდე ანუ ეს გრძელდება და ჩვენ რამდენჯერ ქონი აი სიტყვაზე ვამბობ აი გინდა რომ რისხანეთ არ უთხრა ვიღაცას მოდი აი ხვალ მაინც აღარ ვეტყვი ეს და ხვალაც ეგრე აკეთებ ოღონ კიდე გინდა რომ გამოასწორო ზეგაც ეგრე და როდემდეო ეკითხება ეს სულიერი შვილი და წმინდა მამა პასუხობს რომ იქამდე ვიდრე ამ წუთი სოფლიდან ან მონანულს და ან უნანელს არ გაგიხმობენ აი ბოლომდე, ბოლო ამოსუნთქვამდე ეგ ბრძოლა. და ესე იგი, რაც შეეხება იმას, რომ რამდენად საჭიროა ტკივილი ჩვენს ცხოვრებაში, რომ რაღაცა წარვემატოთ, ტკივილის გარეშე, მოდი ესე ვთქვათ, საეკლესიო ენაზე, განსაცდელის გარეშე შეუძლებელია ადამიანი რომ გადარჩეს. განსაცდელის გარეშე შეუძლებელია. ოქროც ცეცხლის გარეშე ხო ვერ მინარევებისგან ხო ვერ გათავისუფლდება. ადამიანსაც ეს ჭირდება. განსაცდელები ჭირდება. ესე რომ ამაში აი არაბუნებრივი და უჩვეულო არაფერია. უფალი ცხვასე ამბობს რომ
ჩემსკენ მომავალი გზა არისო ვიწრო, ეკლიანი და ძნელად სავალი. ერთ-ერთ წმინდა მამას ეკითხებიან, რომელიაო ღვთისკენ მიმავალი გზაო და ის პასუხობს, ერთადერთიო და რომელიო და აღმართია. აღმართია, ის არ არის დაღმართი, ის არ არის იოლე, მაგრამ ღმერთთან ერთად ყველაფერი იოლდება. თუ ადამიანი გულწრფელად არის ღმერთთან. აი ალბათ ეს არის. ტკივილის გარეშე არა ვართ არც ერთი. აი რომ ყველაზე მეტად რომ იღიმის შეიძლება ადამიანი, არც ის არ არის ტკივილის გარეშე. აი ზოგჯერ ყოფილა ჩემთან მოსულა ადამიანი, მე დიდი სამღვდელო პრაქტიკა არ მაქვს, მაგრამ მაინც არის ხოლმე შემთხვევები, რომ აი ადამიანია, აი არხეინ ადამიანად ითვლება, ყველა შენატრის, რა კარგად აი როგორ არის. აი დამჯდარ ვარ, გვისაუბრია და აღმომიჩენია, რომ თურმე ამასაც რამხელა ტკივილი აქვს. მაგის გარდა ეს ჩვენი ჯვარია. და აი ამ ჯვრის სიდიდეს უფალი განსაზღვრავს. თითოეულს ისეთ აძლევს, როგორიც უშუალოდ მას ჭირდება, რომ გადარჩეს. და განსაცდელი მალე შეწყდეს, ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდოდეს, რომ უფალო ჩამოგხსენი ამ ჯვრიდან, მეტი აღარ გვინდა. აი მაგალითად ადამიანს წვეთოვანს უსხავენ. ბოლომდე ხო უნდა მოითმინეს, შუაში რო თქვას, რომ აღარ მინდა. და რა მოხდება მე? მისთვის არ იქნება უფრო ცუდი. ამიტომ ჩვენის კი არ უნდა ვეძებოთ, დაუშვათ ჯვრები კი არ უნდა ვეძებოთ. ანუ ცხოვრებისეული სირთულები მე ასეთი უფრო მომეწონება. აი ამ ჯვრის ზიდვის ძალა უნდა ვეძებოთ და წმინდა ეგნატე ბრიანჩანოვი ამბობს, თუ ჩვენი ჯვარი ქრისტეს ჯვრად გარდაიქმნა, მაშინ ჩვენი ჯვარი შემსუბუქდება. და როდის მოხდება ესო? როდესაც აი როგორც მარჯვნივ ჯვარცმული ავაზაკი ისე ვიტყვით, რომ ჩვენ სამართლად ღირსი რომელი ვქმენით მოგვეგების, ანუ რაც დავაშავეთ, იმის გამო ვისჯევით. ჩვენზე მოწეული განსაცდელის ღირსად რომ ჩავთვლით თავს და არ ვიტყვით, რომ მე რატო მომივიდა ესე, მაშინ ჩვენი ჯვარი ქრისტეს ჯვრად გარდაიქმნება და მსუბუქდება. და თუ ვიტყვით, რომ აი ამ ჩემს ტკივილში ის არის დამნაშავე, ის არის, ჩვენი ჯვარი უფრო მძიმდება. აი ეს არის. მე ამისთვის მოვედი. თქვენ როგორც საჭიროდ ჩათვლით. მოგესალმებით, პირველში დიდი მადლობა ძალიან საინტერესო საუბრისთვის. მე მაქვს ასეთი შეკითხვა, წერან როდესაც საუბრობთ, რომ ადამიანის ბედნიერების ღმერთი სჭირდება და ღმერთის დგას უნდა მიყვეს. ხომ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც იმით ამაყობენ, რომ დღეს ეს ადამიანი გაანადგურეს, ეს სიბროტე ჩაიგდეს და ასე შემდეგ და ამით ესე თქვა ძნობენ ბედნიერებას. რეალურად ხო ასეთი ადამიანები ჯოჯოხეთში წავიდნენ, როცა ამის დრო მოვა და მაგრამ მაინც მიაჩნია. გაუშვა უკვე იქით. ეს ბედნიერები შეიძლება რეალურად არის ილუზია. ცოტა მე მიმაჩნია, რომ ეგ ილუზია ბედნიერების. თუმცა იმ მომენტში შეიძლება რაღაცა ხორციელი სიხარული კიდევაც აქვთ, მაგრამ ეგ არ არის ბედნიერება. მაგრამ ცოტა დაინდე, ეხლა ეგრევე რომ გაუშვი ჯოჯოხეთში. გააცადე, პავლე მოციქული, იცი რა შვებოდა ქრისტიანებს დევნიდა, მარიამ მეგვიპტელი რასაკეთებდა მთელი ამდენი წელი როგორ უზნეოდ იცხოვრა. მოსე შავი ხალხს ძარცვავდა, ავაზაკობდა, მაგრამ გადარჩა. და მეორე მხრივ, მადლობა, იუდა სასწაულებს აღასრულებდა, მაგრამ რა მოხდა? ისე რომ წინასწარ გამოუწერ, ამას სიკვდილი, იმას ჩამოჰჩობა, ცოტა დაინდე. თუ შეინანებს, ისიც გადარჩება და გადარჩეს, ისიც ხონდეს. მადლობა უფას. აი მაგალითად მანქანით ხო ყველაზე გვიმგზავრია. მანქანას აქვს წინ საქარე მინა ხო აქვს. აქვს სარკეც, რომელი უფრო დიდია, საქარე მინა ხო უფრო დიდია. რითაც ჩვენ წინ ვიხედებით. ეხლა პირიქით რო იყოს, ეს სარკე რო ძალიან დიდი იყოს, უკან რას გვაჩვენებს და
წინ კიდე საქარებინა ძალიან პატარა. ხო რაღაც შეუსაბამობა იქნა. რატო ამბობ? უკან რაც იყო ჩვენი წარსული. იმაზე იმდენად უნდა ვიფიქროთ, რამდენადაც ის წინსვლაში დაგვეხმარება. თუ ის რაც ჩვენ უკან მოვიტოვეთ, ხელს გვიშლის წინსვლაში, ეგ უკვე არასწორი. ანუ უნდა დაივიწყო ის რაც აქამდე იყო. სწორად მივხვდი შეკითხვას და სწორად მივუყვები თუ აუცდი. მაგრამ ადამიანმა როგორი ცოდვილიც არ უნდა იყოს, იმაზე კი არ უნდა იფიქროს, რომ იქ რა დაემართა. არამედ ის უნდა შეინანოს, აი ქორწილში მივდივართ, ტალახში ჩავარდით. მაგრამ ამოვედით იმ ტალახიდან, გამოვიცვალეთ და ქორწილში ვართ და ხა ჩვენ შეყვარებულთან ერთად ცეკვავთ. და რაზე ვიდარდო, იქ რო ტალახში ჩავარდი? თუ იმით გავიხარო, რაც იქ ხდება ახლა. ამიტომ უნდა დაივიწყო. ესეც სახარებისეული სიტყვებია, მოციქული პავლე ამბობს. ესე იგი, უკანასა დავივიწყებ და წინასა მას მიუწვდები, ანუ დაივიწყო უკან რაც იყო, შეინანო და დაივიწყო. გინდათ სიკეთე იყოს, გააკეთე სიკეთე, გუშინდელი სიკეთე დღეს რას მოგიტანს? აი გუშინეს გავაკეთე გუშინი. და რა, დღეს რა გააკეთე და ხარის გაკეთებას აპირებ, ეგ არის. გუში რომ შეცოდე რაღაცა, შეინანე დღეს და ხვალ იფიქრე იმაზე, რომ გუშინდელზე იმდენად იფიქრე, ამდენადაც ხვალინდელი გზის გამართვაში დაგეხმარება, რომ კიდე არ ჩავარდე იგივე ცოდვაში. თუმცა დარდი, აი გუშინდელზე განსაკუთრებით ძალიან ისეთი, აი როგორ ამბობს წმინდა მამა იცით, ცოდვებზე ესე იგი გადამეტებული გლოვაო ამ პარტავნების ნიშანია და არასინანულისა. ამიტომ ჩვენ გვაქვს თითოეულს ჩვენი წარსული, მეც მაქვს ჩემი წარსული, რომელიც არ მომწონს, მაგრამ მე იმაზე კი არ ვჯავრო, ფიქრა იყო. მე იმაზე ვფიქრობ, ხა რა უნდა იყოს. გესმით? არ უნდა დავრჩეთ ჩვენ წარსულში. წმინდა გრიგოლ ნოსელი ამბობს, მარადის საკუთარ თავზე მაღლა. დაივიწყე რაც იყო და ეცადე ხვალ უკეთესი გახდე, ზეგ უკეთესი გახდე. რას მოგწევს იმაზე ჯავრი, რომ აი ეს მაშინ ეს მომივიდა. უნდა შეინანო და დაივიწყო. შეიძლება ძალიან დიდი მადლობა უფალს. თუ შეგიძლიათ როცა აი გაფაქიზებულ სინდისეც რომ ვისაუბროთ, ანუ როცა ადამიანის სულს მეტი უნდა მეტი რომ გააკეთოს, თუმცა მოწი ხო უძლურია როგორც შევიძინოთ და სად არის ის ზღვარი, სადაც ადამიანმა უნდა შეწყვიტოს ეს რაღაცა ღვაწლისა, ძალიან რო აღარ გაზარდოს ეს ღვაწლი. იცით რა არის, აი მადლობა ადამიანს არ დაგასრულებინეთ? არა. ადამიანს, აი ქრისტიან ადამიანს მოეთხოვება, რომ ასე იგი ყავდეს მოძღვარი. და ეს ძალიან დიდი მნიშვნელობისა არის. ჩვენ შეიძლება ზოგჯერ აგვერიოს, აი ჩვენ გვეგონოს, რომ ესეა სწორი, ნახე სინდისი ასე მთხოვს. მაგრამ ყველაფერს თავისი ზომა აქვს. აი მაგალითად მორბენლები რომ გარბიან, თუ მოკლე დისტანციაზე მირბიან, დავუშვათ 100 მეტრი. ის თავიდანვე რაც შეუძლიათ მთელი ენერგია უნდა ჩადონ, რომ ბოლომდე სწრაფად მივიდნენ. მაგრამ თუ ეს დისტანცია არის 5 კილომეტრი, თავიდანვე ესე თავქუდმოგლეჯილი არავინ არ გარბის. ეს ენერგია უნდა გადაანაწილონ ხომართელად, თორე ვერ მივლენ საბოლოოდ ფინიშამდე, ვერ მივლენ. ამიტომ აი ზოგჯერ არის რომ მართლაც ესეა, რომ აი წმინდა მამა პაისი ათონელი ცით რას ამბობს. შუაღამისას გამეღვიძებოდა ხოლმეო და აი მიცვალებულებზე ლოცა მინდებოდა და მე რაღაცა თვითონე მიხვდა რომ ეს გადაჭარბებული იყო ძალიან, მე ხშირად ხდებოდა ეს. და აი იქაც ზღვარია საჭირო. ამიტომ მოძღვართან შეთანხმებით ის სულიერი ასპარეზა ესე მორჩილებით უნდა გაიარო. ადამიანს რომელსაც მოძღვარი ყავს, ის დაცულია ამებისგან. და მე არ ვიცი, რამდენჯერ მithქვავს ღმერთისთვის მადლობა, რომ მოძღვარი ყავს და ზოგადად არსებობს შესაძლებლობა, რომ ადამიანს მოძღვარი ყავდეს. პირადად ჩემთვის მოძღვარი ძალიან დიდი ნუგეშია. მაგრამ იმ ადამიანებს კიდე, ვისაც არ ყავს მოძღვარი, ეს ნუგეში ჯერ არ გამოუცდიეთ, აი წეღან რო საუბრობდით, ხო? ადამიანს ეს ნუგეში არ უგძნია და იმიტომაც არის, რომ ხან ამას მოიგონებს, ხან იმას, ხან მართლაც აქვს შეიძლება მიზეზი. ესე რომ აი უკიდურესობები არ ვარგა.
ოქროს შუალედია კარგი. და სინდისი მაშინ ხდება ბასრი, როდესაც ჩვენ ერთხელ დაუჯერებთ ორჯერ. ერთხელ თუ წაუყურებთ მეორეჯერ, აი რატო ხდება, რომ მაგალითად ადამიანი ერთხელ დიდ ცოდვაში ჩავარდება და რაღაცა შინაგანად აფორიაქებულია. მეორეჯერ რო ჩავარდება, იმდენად აღარ და მე იმდენად მიეჩვევა, რომ ეს არაფრად არ მიაჩნია. ნუ დაბლაგდა მისი სინდისი, მაგრამ არ მოკვდა. და ღვთის წინაშე რო წავდგებით, ის ისევე გვამხილებს. აი წმინდა მამები რას ამბობენ, ნახეთ, რასაც დღეს სინდისი გვეუბნება, იმასვე მოვისმენთ ჩვენ ქრისტესგან. მის წინაშე რო წავდგებით, ისე რომ ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ ეს არ ვიცოდით, აი სახარება არ წამიკითხია, მაგრამ სინდისი ხო გეუბნება. სახარება იგივე რაც ჩვენი სინდისი ფაქტიურად. სახარება იმიტომ დაიწერა, რომ ადამიანმა გაიუხეშა ეს სინდისი და აღარ უსმენდა, თორე აბრაამ მამამთავარს ჰქონდა სახარება, არ ჰქონდა და არ წაუკითხია. მოსეს ჰქონდა? არ ჰქონდა. მოსეს დროს მიეცა ეს რჯული. და იქამდე კიდე მით უმეტეს, მაგრამ სინდისის მიხედვით ცხოვრობდა ადამიანი. დიახ. მოწმე ადამიანები, რომელიც მიყვარდათ მეთის გზას, მაგრამ აი ხშირად მასზე ადამიანების გამოსვლის, რომ აი უსამართლო ცხოვრება აქვს და აი ვერ უწყალებას განიცდია თავის ცხოვრებაში და რა ხდება მასზე, რომ აი ყველაზე კეთილი მოწმე და აი უსამართლო ადამიანები, რომელიც ნამდვილად უცხოად მეთის გზას მიყვარდიან, აი ყოველთვის აი უსამართლო ცხოვრება. ესეც ქრისტეს გზა არის. ესეც ქრისტეს გზა. გარეგნულად შეიძლება მართლაც ესე იყოს, მაგრამ შინაგანად აი მოდი შედარება რომ გავაკეთოთ. ის ვინც ძილის წინ ამაყობდა რომ ესეთი სიბოროტეები გააკეთა და ის ვიზეც ახლა თქვენ საუბრობთ, თუ ის მოდი ესე ვთქვათ დავაკონკრეტოთ, თუ სწორად მიუყვება ქრისტეს გზას. მორწმუნეობა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ტაძარში დავდივართ, რომ მოძღვარი გვყავს, რომ აღსარებას ვავ. ყველაფერი სწორად უნდა აკეთო. და ჩვენ არც ის არ ვიცით ესა თუ ის ადამიანი იმას შინაგანად გარეგნულად არ ვამბობ. შინაგანად ამას სწორად აკეთებს თუ არა. თუ ადამიანი აი შინაგანად სწორად აკეთებს იმას, რომ ქრისტესკენ მიმავალ გზაზე მიდის, იმას შიგნით სიხარული უნდა ჰქონდეს. და ჩვენ თუ ეს სიხარული არ გვაქვს, მაშინ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა არის ის, რაც ხელს გვიშლის. ჩვენ ვერც მე და ვერც თქვენ ალბათ იმ ადამიანების შესახებ არც ვიცით ვინ არის, მე პირადად, მაგრამ ხო ვერ დავდებთ თავს, რომ შინაგანად ყველაფერი წესრიგშია. თუმცა ვისაც შინაგანად ყველაფერი წესრიგშია, გარეგნული განსაცდელები იმასაც ექნება. და ერთ-ერთ წმინდანს ვერ ნახავთ, რომ განსაცდელების გარეშე გაიარა ცხოვრება. ყველა წმინდა ღვთისმშობელი. ყველაზე დიდი ვინც არის ადამიანთა შორის, გაიარა განსაცდელების გარეშე. თავისი ძე, თავისი შვილი იხილა ჯვარცმული. აი წმინდა სიმონ ღვთისმიმრქმელი როგორ ეუბნება, რომ უწინასწარმეტყველებს შესულშიო მახვილი გაივლისა. ანუ ის ტანჯვა, ის ტკივილი ღვთისმშობლისა, რომ იხილავდა ჯვარცმულ შვილს, აი ასე აღწერა, რომ შესულში მახვილი გაივლისა. წარმოიდგინეთ, რამხელა რაღაც გამოიარა. მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ესე იგი ადამიანს ბედნიერება არ ჰქონდეს. მაგრამ თუ ადამიანი სინდისს ატყუებს, ის გარეგნულადაც კარგად რომ იყოს, მას არ ექნება ის ბედნიერება. გარეგნულად კი შეიძლება ბევრი შეხაროდეს, შენატროდეს, მაგრამ აქ თავარია იმ ბედნიერებაზე, რაც ნამდვილი ბედნიერება და არა გარეგნულს. რა ვიცი, რა გითხრათ, რით გაგახარეთ. მე ვხვდები, რომ ჩემი პასუხები სრულყოფილებისაგან ძალიან შორს არის. ამიტომ უბრალოდ ჩვენ ამაზე აქტიურად შეიძლება ვიფიქროთ, ერთად ვიფიქროთ. რაღაცას დღეს მე ვერ ხვდები, ხვალ მივხვდები, რაღაცას თქვენ და ესე გავიზრდებით ნამდვილად. ერთი კითხვას რომ დავსვით, მე შეხვედრა იწყება ახლა. კი ბატონო. ძალიან დიდი მოკლედ დღეს მორწმუნეობას განსაზღვრავენ რაღაც კონკრეტული სტანდარტები. ადამიანი, რომელიც ეკლესიაში გადის, ყველა წერას ასრულებს და ასე მას ძალიან მოწმუნებს და ასე. მაგრამ
გადავდეთ სხვა საავადმყოფო რისკომაც არა ეგ სხვა რამეზე თქვა გავიძენ მადლობა. ეხლა მოდი ესე შევხედოთ, ესე იგი. ადამიანი შეიძლება ტაძარში დადიოდეს, ახსარებას ამბობდეს და განაბოთ შეიძლება ეს არ იყოს მორწმუნე. მაგრამ მეორე მხრივ ადამიანი, რომელიც არ დადის, ეს შეიძლება მორწმუნე იყოს. მაგრამ მოდი ესე ვთქვათ, რწმენა ხო დაფარულია. და თუ დაუშვათ აი სრული სიბნელი და მანქანით მივდივართ აი სულ ჩაბნელებული და გვეუბნები აქ სადღაც არის ხრამი გადასავარდნია და თუ ადამიანმა ეს დაიჯერა როგორ იulis მანქანით ძალიან ფრთხილად და ნელა ხო იulis თუ არ დაიჯერა ანუ მისი დაჯერებულობა მის საქმეში ხო გამოვლინდება უეჭველად გამოვლინდება ჩვენი რწმენა ჩანს ჩვენ საქმეებში. მე თუ მჯერავს, რომ არსებობს ღმერთი, არსებობს მარადიული სიხარული სასופველი, არსებობს მარადიული სატანჯველი და არსებობს აი ამისკენ მისასვლელი გზაც. მე თუ მჯერა ეს, რატო არ მივდივარ ღვთისგან დადგენილ ტაძარში, ღვთისგან დადგენილ სასულიერობიდან, რაში ჩანს მაშინ ჩემი რწმენა? აი მაგალითად მე მჯერა, რომ თუ დავთესავ მოსავალი მოვადა, ჩემი შვილები გამოიკვებებიან. მე ეს დავიჯერე, მაგრამ წავედი და ტახტზე წამოვკოტრიალდი. ვინმე რომ მკითხოს, ჩემზე მეტად არავის არ ჯერა, მაგრამ არ ვაკეთებ და რაში ჩანს ჩემი რწმენა? იცი ვის ჯერა? ვინც წავიდა და ბაღში ჯერ მოხნა, მე ჩათესა, ეწალება, შეიძლება არ გამოსდის. შეიძლება ეს ვინც ტახტზე კოტრიალობს, უფრო კარგად გამოიყურება, ვიდრე ის, ვინც ამოსრულია ტალახში და შრომობს. მაგრამ რწმენა იმას აქვს იქ რო შრომობს. ვინც ცდილობს რომ მოიყვანოს ეს. ეგრე არ იქნება. შეიძლება ვიღაცა ტაძარში დადის. და ესე იგი უფრო ცუდად იქცევა გარეგნულად, ვიდრე ის ვინც არ დადის. მაგრამ ზუსტად ამითიც უნდა მივხვდეთ, რომ იქ არის რწმენა და რატო? ეშმაკმა ხო იცის რომ ეს ისედაც თავისი ამას რაღაცზე ებრძვის. ეს ისედაც თავისია. თავის ხარეზე ყავს, ღმერთი არ ახსენდება. ამის ჭკუაზე დადის. და ის, რომელიც იქმნის ბრძოლა მის მიმართ უფრო წარმოებს. დამპყრობელი ქვეყანა, რომელ ქვეყანას შეუტევს, ვინც ხარკის გადახდაზე უარი თქვა, ხო მართალია? და არა იმას, ვინც კიდევ იხდის ხარკს. და ვისაც შეუტევს, ის ქვეყანა უფრო ცუდად შეიძლება გამოიყურებოდეს. იმიტომ რომ ამათ მიანგრიონ, მოანგრიონ, ვიდრე ის, რომელსაც არ შეუტევს და ხარკს იხდის. გარეგნულად ჩვენ შეიძლება ვგავდეთ, ესე იგი აი რომ ძალიან გვწამს და რაღაცა, მაგრამ შეიძლება ვიღაცა ტაძარში დადიოდეს და ცოდვები შეიძლება კიდევაც რაღაც შემთხვევაში უფრო მეტიც გაუმრავლდეს. იმიტომ რომ ეშმაკმა მის მიმართ ბრძოლა მიმართა, რომ ის დაღუპოს. აი ეს სულიერი ბრძოლაც არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენ. თუმცა მარტო ის რომ მე ტაძარში დავდივარ ავტომატურად მორწმუნე ვარ, ეგეც არ არის სწორი. მაგრამ არც იმას აქვს გამართლება რომ მე მწამს. თუ მწამს, რატომ არ მარხულობ? თუ მწამს, რატომ არ ვლოცულობ? რატომ არ ვამბობ ახსარებას? რატომ არ ვეზიარებ? ეს ხო ღვთისგან არის დადგენილი. და თუ მე მწამს, რატო არ ვაკეთებ? ანუ იგივე, სიყვარული ხო დაფარულია და არ ჩანს. თუ მიყვარს, რატო არ გავალ სიცივეში ჩემი საყვარელი ადამიანის დასახვედრად? კი, მიყვარხარ, მაგრამ ღუმელის გვერდზე ველოდები როდის შემოვა. სწორი იქნება? არ იქნება სწორი. ალბათ ეს არის. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა პირველ რიგში ღმერთს იმის გამო რომ ეს შეხვედრა შედგა. შენ ძირფას თამარს მის მეგობარ ნინოსთან ერთად და თქვენ თვითონს რომ დრო გამოანახეთ და მოხვედით. მე მოხარული ვიქნები თუ ეს შეხვედრა თუ არ ვიცი დაგეგმავთ თუ მოებართავი ჩვენთანაც სამრევლო სკოლაში მოხდება თან დაგათვალიერებინებთ ან კიდევ უფრო მეტად გავიცნობთ ერთმანეთს. რა ვიცი, მე ჩვენი გულის კარი ღია ამ ურთიერთობებისთვის.
ანაჩენი როგორ წვეისურვებთ. საერთო ფოტო რომ გადავიღოთ გადავიღოთ